ქუთაისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდინარე ურავლის მარცხენა სანაპიროზე სოფელი ანდრიაწმინდა მდებარეობს. ის სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ძირძველი და გამორჩეული ისტორიის მქონე სოფელია. სოფლის სახელწოდება პირდაპირაა დაკავშირებული მოციქულ ანდრია პირველწოდებულთან. სოფლის ტერიტორიაზე დღემდე არაერთი ქრისტიანული და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია შემონახული. ასე რომ, ერთად გავუყვეთ სოფლისკენ მიმავალ გზას, სადაც მე მჯერა ბევრ საინტერესო ადამიანს გავიცნობთ. სოფელი ანდრიაწმინდა ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ახალციხის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. მას აღმოსავლეთით სოფელი მუსხი, დასავლეთით სოფელი ანდა, სამხრეთით თურქეთის საზღვარი, ჩრდილოეთით კი საფარის ქედი ესაზღვრება. ამჟამინდელი მონაცემებით სოფელ ანდრიაწმინდაში 60 ყომლი ცხოვრობს. სოფელი ანდრიაწმინდა არის ისტორიული სოფელი. ამ 2000 წლის მანძილზე ამ სოფელში სიცოცხლე არასოდეს არ შეწყვეტილა, ყოველთვის ცხოვრობენ ქართველები და მთელი ამ 2000 წლის მანძილზე ეს ხალხი არის მართლმადიდებლური სარწმუნოების მატარებელი ადამიანი. აი ანდრიაწმინდაში დღევანდელ ანდრიაწმინდაში დაუნავებია გაჩერებულ აღამე გაუთენები ანდრია მოციქულს და მანამდე სოფელს ერქვა სატალავო. ანდრიაწმინდაში არსებობს ტერიტორიები, რომლებსაც ქვია თავეთი დასახელება. ჩვენს ხელმარცხნივ არის დიდხარისაწვევის ვეძახით იმ სერს, რომელიც შემორჩენილია უძველესი დროიდან, ეწოდება დღესაც დიდხარისაწვევი. არის აგერ ჩვენ ხელმარჯვნივ სერი, რომელსაც ქვია კისერა. ჩვენს უკან მაღალი მთა, რომელსაც ეწოდება ელიას წმინდა მთა. არის სალოცავი შემორჩენილი იქაც ასევე. არის გოგოლაური. ამ სოფელში მაცხოვრებელი არის სამი გვარის შტოები, ბერიძეები, ტაბატაძეები, ინასარიძეები. მიამაყება იმიტომ, რომ ვარ პირველ რიგში ქართველი ქრისტიანი და ვამაყობ ჩემი სოფლით და სამშობლოში. ანდრიაწმინდაში სულ 7 სალოცავია. მათგან ყველაზე გამორჩეული ერთნავიანი წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაა, რომლის პირვანდელი ნაგებობა მე-4-მე-5 საუკუნეებით თარიღდება. მოგვიანებით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მაცხოვრებლებს ახალი ეკლესია აუშენებიათ, რომელიც საკმაოდ ძველია და ის მე-8-მე-9 საუკუნეებით თარიღდება.
ანდრია მოციქული სოფელში ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს დღესაც მორწმუნეთა შორის. გვაქვს ჩვენ ახალ ყველაზე კარგად შემორჩენილი წმინდა თედორეს ეკლესია. საინტერესო ადგილია წმინდა თედორეს ეკლესიის თვითონ ეზო. აღმოსავლეთის მხარეს კეხზე არის მწოლარე ცხვარი გამოთლილი, გამოკვეთილი, ხოლო დასავლეთის კედელზე საკეხზე არის გაკეთებული გუმბათიანი ეკლესიის მაკეტი. ასეთი საქართველოში საერთოდ არ აქვს. გვაქვს ჩვენ წმინდა ელიას ეკლესია, მთა არის აქა, ელიობის მთა არის, სადაც ყოველთვის ელიობის სალოცავის დროს სოფელი იკრიბება და ძალიან აღნიშნავენ რელიგიური წესითა. სხვათა შორის ელიას მთიდან არის ჩამოტანილი ანდრია მოციქულისა და წმინდა გიორგის ეკლესიის ქვები აშენებული და ასევე საფარის ქვები ჩამოზიდულია ელიას მთიდანა. სოფელ ანდრია წმინდაში ამ ადგილს ეკლესიის უბანს ეძახიან, სადაც უძველესი წყარო მოედინება. გადმოცემის თანახმად წმინდა ანდრია, როცა სოფელ ანდრია წმინდაში შემოვიდა, აქ მცხოვრებმა წარმართებმა უთხრეს, რომ თუ თქვენ ნამდვილად სასწაულ მოქმედი ხართ, აი ამ ადგილიდან წყარო გამოადინეო. ეს ადგილი იმდენად ხრიოკი ადგილი ყოფილა, რომ აქ წყაროს გამოდინება ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო. თუმცა ანდრია წმინდამ მაინც მოახდინა ეს სასწაული და მას შემდეგ აქ წყარო გამოედინება. ამ ადგილს თავიდან ანდრიას წყაროს ეძახდნენ, შემდეგ კი საყდრის წყარო დაერქვა. მესხური პურისა და ხაჭაპურის გამოცხობა, რომლის ცომის მომზადება განსაკუთრებულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. სოფელ ანდრია წმინდაში სწორედ ასეთი გამოცდილი ქალბატონია ჟუჟუნა ბერიძე, რომელიც 60 წელია ამ საქმის დიდოსტატია. 91 წლის ჟუჟუ ბაბო მეზობელ ქალბატონებთან ერთად თავის ფურნეში საკმაოდ ხშირად ფუსფუსებს. გამარჯობათ ჟუჟუ ბაბო. გამარჯობათ გენაცვალე. როგორ გძანდებით? არა გიშავს, მადლობთ. ჩამოვჭდები თქვენთან. დიახ, გენაცვალე. როგორ გძანდებით ჟუჟუ ბაბო? ვართ, ჩემი წლოვანების დაგვარად არ ამიშავს. შვენივრად გამოიყურებით, მინდა გითხრათ, 91 წლის ხართ, როგორც ვიცი. ჟუჟუ ბაბო, გითხარით აბა, თქვენ ხართ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დიდოსტატი ამ საქმის და მესხეთში, სოფელ ანდრია წმინდაში განსაკუთრებით პოპულარულია მესხური პურის თუ ხაჭაპურის გამოცხობა. მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება, რა თქმა უნდა, აი ხელოვნება, ცოდნა ამ ყველაფრის ძალიან კარგად. და მითხარით, აბა,
როგორ აცხობთ, როგორ ახერხებთ? ლავაშისა და შოთის პურსა უნდა ჩვილის ცომი, რბილი. ეს ცომი იზილება მარილით, დროჟი და წყალი, არაფერი არ უნდა. აი მას მოვზილავთ, ახლა როგორც ესენი ამოგუნდული, ეგრეთ გავამზადებთ, მერე გამოვაცხობთ. ამის შემდეგ იზილება კიდე სხვა ცომი, მაგალითად ხაჭაპურები. ხაჭაპურის ცომი ცოტა სქელი უნდა იყოს, მაგარი. იზილება ისა კვერცხშიც. თუ საშუალება არის ცოტა სმეტანა, ცოტა ზეთი, რომ ცოტა რბილი მოვიდეს. და მაგის შემდეგ კიდე ცხება სხვანაირი პური კიდე დიდები, ასეთი ამხელ. რუსულად რო თქვა ბუხანკა. გასაგებია. ხო, ქართულად ჩვენ სომის ვეძახით. სომის. ხო და ეს არის უფრო მაგარი ცომი. უფრო მაგარი. ხოლო ეს მაგარი ცომი ამ პირველ გამოხვეტილ ფურნეში არ გამოცხება. ზეიდან ძირი დაეწება, პირი დაეწება, ქვევიდან ძირი და შუაში დარჩება ცომი. ეს უნდა გამოცხოს მონელებულ ფურნეში. ფურნეს 5 ის თვისება აქვს, 5 ნაწილი ამისი. ხო, მერე არის ესე იგი ძირი 1, კარი 2, ის სუნდური 3, ცა 4 და მე-5 არის ეს სანათი. აი ეს შეშები სადაც არის. დიახ, აქ რატო ეს არის სანათი. ეგ ორი დანიშნულება აქვს მაგას. ერთი რომ სიცივემ არ იმოქმედოს და არ პურს ხელი არ შეუშალოს გამოცხობა. ანუ გვერდით იქნება ეს დამტკიცებული. ხო, ეს ყოველთვის ანთია. და თან კარს რო გააღებს, ახლა თქვენ ნახავთ იქ ალბატონი რო გამოაცხობს, იქ გაშუქდება ლამაზად. აი როგორც ლამპუჩკამ გააშუქოს, ისე გაშუქდება. მაგას ეგ ორი თვისება აქვს. და ეგ შეშა არ უნდა მოაკლდეს მანდა. უნდა იყოს ეგრე რომ არ გაცივდეს ფურნე და გამოცხოს ლამაზად. ასე ვთქვა. ჯუჟუ ბაბუ, ძალიან მაინტერესებს როგორ მზადდება მესხური პური და იქნებ გვაჩვენოთ და მე დარწმუნებული ვარ ახლა ჩვენს მაყურებელსაც აინტერესებს როგორია ეს პროცესი. კაცი, კი ბატონო, კი ბატონო. როგორც ხედავ, ცომი უკვე მოზელილი გაქვთ. მოიტანე ნიჩაბი. ეს ნიჩაბი რა თქმა უნდა არის აუცილებელი. ესე იგი, ახლა ჩვენ ვაცხობთ ნამდვილ ლავაშს. მესხურ ლავაშს. მესხურ ლავაშს. ასე იქნება. ნიჩაბი გადმოიღე. დატოვია. ეხლა შენ კარები გააღე. დიახ. თქვენ ის დაიჭირეთ, მე კარს გავაღებ. ხელი მარცხენა ხელი. უტე ხელი მაგდა. გავიმეურო კიდე? რა თქმა უნდა, ახლა მესხურიც რო გავაკეთოთ. დაიჭი. დაიჭერ. ეს ლავაშია ისევ. ეს ლავაშია, ხო. მაგრამ ასევე მაინტერესებს. აი შეტოვე შენა. გამოსწიე ნიჩაბი. კარგად. ეხლა ეს არის. ახლა აი ესეც ეს არის შოთის პური. შოთის პური, დიახ. ხო. ეს აუცილებელია მრგვალად რომ აქვს. ხო, ამის ისა ასეთია, რა ვიცი. გამოსაცხობად, გამოსაშუშებლად ეგრე კაია. ესე იგი უფრო კარგად შუშტება. დაახლოებით რამდენი წუთი ჭირდება? ეხლა შეეტყობა რო აიწევს მაღლა, გაუწითლდება ძირი, პირი. მალე შენ გამოდგინდა მესხეთში. მარჯვე გოგო ვარ ხო? ხო, ხო. და ახლა კიდევ ერთი და შემდეგ უკვე ხაჭაპურიც რომ გამოვაცხოთ. არ ყოფილა ის ერთული. მე უფრო რთული მეგონა. ეხლა მიახურე კარები. დიახ. აი ესა. ერთი წუთით. და რამდენი წუთი უნდა დაველოდოთ? თვითონ შევატყობინებს ეხლა. ეს ცოტა უნდა გადმოსწიო. ასე უნდა გადმოსწიო, რომ ცოტა დაეცა. აი, წავიდეს და ეს ცოტა ხანში. ჩვენი პური უკვე გამოცხვა. არ დავწვათ. აი, ჩემი პირველი მესხური პური ასე გამოიყურება. სალადი, აქ. აქ უნდა
აბა მეორე. აბა ვნახოთ. ძალიან უცებ გამოცხვა. კი, ფურნე კაია. კარგი ფურნე გაქვთ ესე იგი. რასაყვარელი პური გამოვიდა. პატარა. შუჟუბაბო, მოკლედ გამოვაცხვეთ ჩვენ მესხური პური და ძალიან ვისიამოვნე ამ პროცესით პირველად ამ ხნის განმავლობაში მომეცა საშუალება, რომ ამ პროცესში თავად მიმეყო მონაწილეობა. მე დაგემშვიდობებით, მინდა რომ სოფელი დავათვალიერო, ერთი დღის განმავლობაში ყველა ლამაზი ადგილი მოვინახულო, ასე რომ თქვენ ვიცი, ბევრი საქმე გაქვთ, დროს აღარ წაგართმევთ, დაგემშვიდობებით და ჯანმრთელობას გისურვებთ. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის. სკოლა განაშენებული არის 1954 წელს და თავიდანვე იყო ინტერნატი განთავსებული, ანუ ინტერნატის ტიტულით იყო. შემდეგ მოგვიანებით საშუალო სკოლად გადაკეთდა. ამ საუკუნეში უკვე 12 წლიანი სწავლება არის, 12 კლასი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ მოსწავლეთა კონტინგენტი არის ძალიან დაბალი. ეს არის სოფლის მიგრაციაზე დამოკიდებული, ესე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არის 12 წლიანი და 12 ფინანსური კლასია, მათ შორის ერთი მე-6 კლასი ფიზიკურად არ არის, იმიტომ არ არის, რომ მოსწავლეები არ არიან პრაქტიკულად. ამიტომ სკოლაში მთლიანად 42 მოსწავლეა. აქედან 4 მოსწავლე ანდრიაწმინდის სოფლის ზემოთ არის პატარა სოფელი ანდა. იქ გვაქვს დაწყებითი სკოლა, რომელიც ჩვენივე სკოლის დაქვემდებარებაზეა. 4 მოსწავლე სწავლობს იქ. ასე რომ 38 მოსწავლე გვყავს აქ. მეც მეამაყება, რომ ამ ერთ-ერთი უძველესი ისტორიული სოფლის მკვიდრი ვარ, სკოლის დირექტორი ვარ, ყველასთან ურთიერთობა მაქვს, ძალიან კარგი დამოკიდებულება და ეს ჩემთვის სიამოვნე, ეს ჩემი ცხოვრება, ეს ჩემი ობია, ჩემია რა ეს ყველაფერი ჩემი და მიყვარს.
კვანტერიზე სოფელ ანდრიაწმინდაში გამორჩეული მეფუტკრეა. ის 25 წელია ამ საქმიანობით არის დაკავებული და 40-მდე ფუტკრის ოჯახი ჰყავს. ქალბატონი ქსენია გარდა მეფუტკრეობისა უკვე მრავალი წელია სკოლაში ბავშვებს მათემატიკას ასწავლის. გამარჯობათ, ქალბატონო ქსენია. გამარჯობა გენაცვალე. როგორ ბრძანდებით? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? გაიხარეთ. მუშაობთ როგორც ხედავ, შრომაში ხართ, იმედია ხელი არ შეგიშალეთ. არა. მოგვიყევით აბა ქალბატონო ქსენია. გვაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ მეფუტკრე ქალბატონი იშვიათად შეგხვედრია და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. 25 წელია ამ საქმიანობას ეწევით, როგორც ვიცი. რამ გადაგაწყვეტინათ მეფუტკრეობა? რა ვიცი ახლა, ისეთ პერიოდში დავიწყე მეფუტკრეობის განვითარება, რომ ახალად რო დაინგრა საბჭოთა კავშირი და 10 ხელფასები აღარ ჰქონდა და კუპონებზე მუშაობდით და თვიური ხელფასი 5 ლარი და 3 ლარი გამოდიოდა. გადავწყვიტე რომ საერთოდ ფუტკარი მამამთილს ყავდა, ჩემ მამამთილს, მაგრამ იმის გარდაცვალების შემდეგ არავინ არ იცოდა და არავინ მოკიდა ხელი. ხო და მე გადავწყვიტე, მე ჩემ მეუღლეს ვუთხარი რომ იყიდე და გავამრავლოთ. ეს ადრე არც დაავადება იყო, არც არაფერი. თავისუფლად მრავლდებოდა ფუტკარი და მე ამ დაავადებამ ტკიპა შემოვიდა რაღაც და ძალიან მასიურად გააქრო. მე მთლიანი თითქმის რაიონში სულ გაწყდა ფუტკარი. ხო და ამის მერე მე ერთეულებმა შემოიტანეს წამალი, უმკურნალეს და გადაარჩინეს და იმის მერე დავიწყე. ჯერ 2 ოჯახი ვიყიდე, მერე 4 გახდა, 4-დან 12 გავხადე და ასე. მაგრამ არის წლები რომ კიდე ქრება, მაგრამ გაქრება ისე მოვამრავლებ და როგორ უვლით დღეს და რამდენად რთულია მეფუტკრეობა? ძალიან რთულია სხვათა შორის მეფუტკრეობა. მეფუტკრემ ყველაფერი უნდა იცოდეს, როგორც ადამიანია მშრომელი, ისე ფუტკარია მშრომელი. ხო და გარეგუნულათაც უნდა დააკვირდე რომ რა უჭირს ფუტკარს. მშიერია თუ რა არის, უდედოა თუ რაღაცა არის. ეს ყველაფერი და რა ვიცი, ვასწრებ ყველაფერს, ვაკეთებ. თან ვიცი რომ ასწავლით უკვე მრავალი წელია მათემატიკას ბავშვებს. რამდენად ახერხებთ ამ ორ საქმიანობას ერთად და რამდენად შეთავსებადია, იმიტომ რომ აქაც უნდა იყოთ და ესეც შრომატევადია, სკოლაშიც უნდა იყოთ და ბავშვებთან შრომაც არის შრომატევადი. საერთოდ ფუტკარს დილით არ ჭირდება მაინც იმდენი მიხედვა. ამ დილის საათებში მე სკოლაში ვარ, ასე პირველ 2 საათამდე. მე გამოვდივარ და უთავსებ მე დასჭირდება ვნახულობ მე და ამის მიხედვით ვარ. მთავარი არის მონდომება. თორემ ყველაფერს მოასწრებ. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, მე გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, გამრავლებას ფუტკრის ოჯახის, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგ საქმეს ხართ შეჭიდებული და ამ საქმიანობას არ უნდა მოეშვათ. კარგად ბრძანდებოდით. ნახვამდის. მადლობა. გამარჯობათ. ბებო. გამარჯოს გენაცვალე, გაიხარე. როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა. მუშაობთ როგორც ხედავ. ხო, გლეხი ხალხი, ხო იცი. ხან ხახვინა დავთესოთ, ან რეჰანი დავრგოთ მწვანილი რაღაცები, ოჯახისთვის საჭიროა. ახლა რაზე მუშაობთ? ეხლა ეს კარტოფილი დავამთავრეთ და ნერგებზე მუშაობთ. კომბოსტოე, რეჰანი ხახ მოული ვარ დაფუჭდეს. საერთოდ ახალციხის კარტოფილი პოპულარულია საკმაოდ და რამდენ ტონა კარტოფილს იღებთ ხოლმე? რამდენ? დიახ, რამდენი ტონა მოყავთ? აქ მივიღოთ 1-3 ტონა კარტოფილი. 3 ტონა. კი, მივიღებთ. იმედი გვაქვს, ჩემი ბიჭი შეუვლის ისე რომ მოკლედ პური საჭმელ უღალატანს ყანას არ ღალატანს. მშრომელი ადამიანი რას ნიშნავს? აბა, დედა, ვაიმე მუშაობს რა, მუშაობს. მეწოდება, მაგრამ თუ არ ვიმუშავეთ, შვილო, არ გვექნება. რა თქმა უნდა. მაგით
ვიკვებებით რო იტყვიან. ნატურალური პროდუქტი ყველაზე მთავარია მაინც. და გარდა კარტოფილისა რა მოგყავთ ბაბო? კარტოფილის გარდა ცოტა ლობიო მოყვა, შეგვიძლია სიმინდით. ბოსტნეული რამე და აი რა ხარობს თქვენს მიწაზე ყველაზე კარგად? ჩვენს მიწაზე ესე იგი კარტოფილი, მწვანეც, ხახვიც, ნერგებიც, ყველაფერი ხარობს. ანუ საკმაოდ სუყე და ნაყოფიერი მიწაა. კი, ის ძალიან მადლობელი ვართ. მუშაობთ, მაგრამ ღირს მუშაობა. ბებო, თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ბრძანდებით ასე ხნეთ რომ გამოიყურებით და მუშაობთ? მე ვარ გენაცალე 67 წლის. უი 87 წლის ხართ. დიახ. აი სულ არ გეტყობათ, ასაკი ძალიან კარგად გამოიყურებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას. გაიხარე, მადლობ, დიდი მადლობა. რომ დაგვიდიეთ ფასივ. დიდი მადლობელი ვარ. გაიხარით ბებო, თქვენ ხელს აღარ შეგიშლით და კარგ მოსავალს გისურვებთ. იცოცხლეთ და გაიხარეთ. ნახვამდის თქვენ ბაბა. საერთკენაც იმგზავროთ, სულ კარგად იყავით, მანქანაზე კარგად იყავით, რომ კარგად იმგზავროთ, სულ კარგი გესმოდეს თქვენი ენათ. ანუ დასამწიფებლად ქოთანში გატენილი ყველი მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი მარგალიტია. იგი ოჯახებში საკმაოდ იშვიათად მზადდება, რადგან მისი მომზადების პროცედურა საკმაოდ რთული და შრომატევადია. მიუხედავად სირთულისა, ირა ტაბატაძე თავისი კუთხის ტრადიციას არ ღალატობს და ტენილ ყველს საკმაოდ ხშირად ამზადებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მესხურ ტენილ ყველს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ვიმყოფებით სოფელ ანდრიაწმინდაში, ვამზადებთ ამ კუთხისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ყველს, რომელსაც აქაურები ტენილ ყველს ეძახიან და რომლის მომზადებაშიც ჩვენ დღეს ქალბატონი ირა დაგვეხმარება. ქალბატონო ირა, პირველ რიგში მაინტერესებს რა არის ტენილი ყველი და როგორ უნდა მოვამზადოთ? ვჭრით ყველს, ვჭრით ნაჭრებად ყველს. აი ასე პატარა ნაჭრებად. ანუ ტენილი ყველის მოსამზადებლად საჭიროა ისევ ყველი. ყველი. ჭყინტილი ყველი. ჭყინტილი უმარილო ყველი. ყრით. რომელიც უნდა მოვათავსოთ ქვაბში. წყალში, ქვაბში, აი ასე. დაჭრილ ნაჭრებად. დაჭრილი ნაჭრებად ყრით. დავაცდით ცოტა ხანი, რომ ეს გაცხელდეს. რა უყვართ? ყოფს. და გაცხელების შემდეგ უკვე რას ვაკეთებ? გაცხელების შემდეგ ეს რო გაცხელდება გაიწელება, ეს გახასდება ეს ყველი ჩვეულებრივად. გაცხელდეს ჯერ. რა ხდება უკვე წელვადი? წელვადი და ვაკეთებ შეუდგებით შემდეგ საქმეს და გავაკეთებ ტენილ ყველს. ძალიან კარგი და როგორ ფიქრობთ, რატომ ქვია ტენილი ყველი? ამას აკეთებენ ძირითადად ზამთრისთვის, რომ შეინახავენ ტენიან ქოთნებში. და იმიტომ ქვია ტენილი ყველი. მოკლედ ეს არის საბოლოო ვერსია, რომელიც უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს, თუმცა სანამ ყველი მიაღწევდა ამ პროცესს, უნდა გაგვეჩერებინა 2 დღე, როგორც ვიცი, და უნდა ამოგვევლო წყალში. ჯერ ამას რო ქვაბიდან ვიღებთ ცხელი წყლიდან, ვავლებთ ცივ წყალში. დიახ. მერე ვტოვებთ მარილ წყალში, რომ ამან ეს ცოტა შემაგრდეს, რომ ერთმანეთს არ მიეკროს ისევ. მერე ამოვიღებთ მარილ წყლიდან და გავაჩერებთ ან 1 დღე, ან 2 დღე, რომ დაიწუროს ამ წყლიდან ეს ყველი. და მერე ვავლებთ ადუღებულ, გაციებულ ნაღებში.
ჩვენ ბუნებრივია 2 დღეს ვერ დავიცდიდით, რადგან 1 დღის განმავლობაში ვამზადებთ ჩვენს გადაცემას, შესაბამისად თქვენ დაგვახვედრეთ სპეციალურად მომზადებული და ყველა პროცესი გავლილი ყველი და ახლა ისხა დაგვრჩენია რომ ამოვალოთ ადუღებულ გაციებულ ნაღებში. ვიღებთ ყველს. აი ასე უნდა ამოვალოთ. ეს არის მესხური ერთადერთი ყველი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი აქვს. მე ამას დავტოვებთ. ასეთ თასში ცოტა ხანი, 1-2 დღე. კიდევ 2 დღე. 2 დღე დავტოვებთ. და მერე გავტენით ქოთანში. ვედრაში თუ რაც იქნება რა. და ცხებს ინარჩუნებთ როგორ არის? კი, აი ასეთ იქნება მე. ოღონდ ეს უფრო შესქერდება ეს ნაყინი. და შეიძლება გავაჩეროთ წლის განმავლობაში არ ფუჭდება. არა. ეს ამას რო გავტენით ქოთანში, ეს ქოთანი უნდა ამოვატრიალოთ. მე რომ ამას გამოუვიდე შრატ ნაყინს. მე შეგიძლია მიირთვა. საბოლოო ვერსია ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. მოკლედ ასე გამოიყურება ტენილი ყველი, რომელსაც მესხეთში თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ, ასე რომ თუ თქვენ დაგაინტერესებთ ტენილი ყველის მომზადება ან დაგემოვნება, აუცილებლად და ესტუმრეთ სოფელ ანდრია წმინდას და თქვენ ხალბატონი ირა აუცილებლად გაგასწრებთ. ანსამბლ მესხეთს 71 წლიანი ისტორია აქვს. ანსამბლში დღემდე 3 თაობაა წარმოდგენილი, რომლებიც ქართულ ხალხურ სიმღერას განსაკუთრებით უფრთხილდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ანსამბლის რამდენიმე წევრი სწორედ სოფელ ანდრია წმინდადან არის, რომლებიც დღეს ჩვენ თავიანთ კოლეგებთან ერთად მესხურ მრავალ ჟამიერს შეგვისრულებენ. გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? მადლობთ. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთვის მოიცალეთ და ასე ერთად შეიკრიბეთ. გითხარით, აბა, როგორც ვიცი, თქვენ ამ სოფლის წარმომადგენელი ხართ, აქ ცხოვრობთ. უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ ამ სოფელში ცხოვრობთ და ღერით უკვე დიდი ხანია. გითხარით, აბა, როდის დაიწყეთ სიმღერა? სიმღერა ზოგადად ამ ანსამბლში მე 2011 წლიდან ვარ. სიმღერა ადრე დავიწყე უნივერსიტეტის ანსამბლში მღეროდით, აქ რამოდენიმე ბიჭი. ეს ანსამბლი 71 წელს მოითვლის. აქ არიან 3 თაობა, ყველაზე უხუცესი წევრი. ბატონი ედუარდი 77 წლის ყავს, ყველაზე ახალგაზრდა 21 წლის არჩილი. და მოკლედ ასე ნიჭიერი ადამიანები შეიკრიბეთ ერთად და ერთით მესხურ სიმღერებს, პოპულარიზაციას უწევთ მესხურ სიმღერებს, დაკარგულ მესხურ სიმღერებს აღვადგენთ, მოვიძიებთ და მოკლედ ძალიან სასიკეთო საქმეს აკეთებთ და მე მინდა წარმატება გისურვოთ. უნდა აღინიშნოს, რომ სიმღერას, რომელსაც დღეს თქვენ შეასრულებთ, მესხური მრავალჟამიერი ქვია. და ალბათ ეს არის საკმაოდ ძველი და აღდგენილი ვერსია, რომელსაც თქვენ ასე ეძებთ და აღადგენთ. კი, მესხური მრავალჟამიერი სიმღერა არის ჩვენი ანსამბლის 10 გარდაცვლილი წევრის შოთა ალთუნაშვილის მიერ აღდგენილი. ეს იყო ჩვენი ხელმძღვანელი, ამ ანსამბლის ხელმძღვანელი. ძალიან ბევრი სიმღერა აღადგინა მან, ძალიან ბევრ მესხურ სიმღერას მოუყარა თავი და ერთ-ერთი მათგანი იქნება სწორედ ის მესხური მრავალჟამიერი, რომელსაც ახლა თქვენ შემოგთავაზებთ. სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს მიერ შესრულებულ მესხურ მრავალჟამიერს. Oh
ასეთი იყო ერთი დღე სოფელ ანდრიაწმინდაში, რომელიც ჩვენ ერთად გავატარით. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი სოფელი განსაკუთრებული ისტორიის მატარებელია, შემოგვიერთდით Facebook გვერდზე, მოგწერეთ თქვენი სოფლის ისტორია და ჩვენ თქვენთან აუცილებლად ჩამოვალთ. Thank you.